ეკონომიკური პროექტები და დასაქმება იმერეთში ტყიბულის თბოელექტროსადგურში სულ 13 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო ობიექტი წელიწადში 100 მილიონ კილოვატამდე ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას მოხმარდება. აქ უკვე 1500-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ტყიბულში დღეს სამკერვალო საწარმოც გაიხსნა, სადაც ამჟამად 160 ადგილობრივი მუშაობს. აქ ქართული წარმოების ტანისამოსი იყერება კიდევ ერთი სიახლე, პოლიციის ახალი გამჭვირვალე შენობაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული სისტემითა და ინვენტარით. პოლიციის 25 თანამშრომელი 45 სოფელს მოემსახურება. კოპალიანის რეპორტაჟი. საქართველოში პირველი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური დღეს ტყიბულში გაიხსნა. აქ წელიწადში 90 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. 13 მეგავატიან თბოელექტროსადგურში საწვავად საქნახშირის მიერ ტყიბულის საბადოდან მოპოვებულ ნახშირს მოიხმარენ. თბოელექტროსადგურში წვის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიაა გამოყენებული. მის მშენებლობაში 13 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ საწარმოში ტყიბულის 1500-მდე ოჯახის წარმომადგენელია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარში ადგენს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ დღეს საშენებას. დასაქმებული ვარ და იმედის თვალით უყურებ ხვალინდელ დღეს. ეგაა ჩვენი ძირითადი მიზანი, დასაქმებული შრომობ საქმიანობ და პროჟეობ. ეს სადგური მნიშვნელოვანია ძალიან ტყიბულისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში როგორც აღნიშნე, ეს არის აბსოლუტურად ადგილობრივი ქვანახშირზე მომუშავე სადგური და აქ ამ სადგურში გამოყენებულია თანამედროვე წვის ახალი ტექნოლოგია, რომელიც შემდგომში შეიძლება გამოყენებული იქნეს უკვე ახალ საპროექტო 300 მეგავატიან სადგურში, რომელიც იგეგმება უკვე შემდგომ პერიოდში კომპანიის მიერ. თბოელექტროსადგურის შესაძლებლობები დღეს ადგილზე შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტმა. ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლებისა და ენერგეტიკის მინისტრისაგან მან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი რეგიონების მომარაგებაა შესაძლებელი ახალი სადგურიდან. დაახლოებით რა ნაწილს გადავყაროთ? ამით გადავყაროთ ზიანად რაჭა, ქვემოსვანეთს და ტყიბულს თავიდაბოლომდა. თავისი დენის წყაროა, ქვემოსვანეთს, რაჭას, ტყიბულს. და ზაფხულის პერიოდში მესტიაში ხაზი გადავუყარეთ უკვე? მესტიის ხაზს ვაშენებთ. რამდენი გადაგვაქვს მესტიაში? მესტიაში გადავყავთ 100 კილოვატიანი 40 მეგავატი იქნება. 40 მეგავატი ესე ისე ყველა საბაგირო, ყველა სასტუმრო, ქუჩების განათება, პატარ-პატარ გადამუშავების საწარმოები მეტია შემოშორდა. თავიდან ბოლომდე ყველა პერიოდში. თუ ამიტომ ხელი შეგვიწყო 25 დეკემბერს გავუშვი. და დღესდღეობით აი ამიგი აქეთა გავუდგე პრობლემა არ აქვს. კეთქვა აქამდე კი გაკეთები კიდევ. ამიდი ხო ის ჩვენ, რა? დავით ხო დღეს ჩართავ სისტემაში. ხომ მისაღებად დენის. ქართული ნახშირით ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესში პრეზიდენტმა დღეს მონაწილეობა თავად მიიღო. მან პირადად ჩართო სადგურის მართვის პულტი. თავად ნახშირი შიგნით და დაიწყება დატვირთვა. მიდის ნახშირი, დაიწყო მიწოდება. დაიწყო თვა. ქართული ნახშირი იწვის გამოიმუშავებს ფართო ელექტროენერგიას. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალი კომპანია საქნახშირი ტყიბულში სულ მალე კიდევ ერთი 300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ორივე პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ ჯამში 3000 ტყიბულელი დასაქმდება. ელა უსაფრთხოების ზონამდე მივიდეთ რა ზო? ხო? უფრო გავკაცრებული თავით, ხო? ხო. ძალიან მიეწყო ეს ვალიები. მაგრამ ნუ დიდი დატვირთვა რამდენი არის? წელს მოპოვება რამდენი? წელს მოპოვება იქნება 350.000 ტონა, ანუ 1000 ტონა დღეში. 1 იანვრიდან, ანუ ეს გეგმა როა რომ გავზადოთ ახალი შახტა რომელიც აი ეს არის. ეს არის ახალი შახტა. უბრალოდ ეს არის ბილბორდები, ასე ვთქვათ იმისი, რომ დაიწყო პროექტი ხაზაში ვარ ჩვენ. ასე ვთქვათ, ახალი მაღალტექნოლოგიური შახტის მშენებლობა 3 მილიონ ტონაზე წელიწადში. აღნიშნული თბოელექტროსადგური არის 13 მეგავატიანი, 2 აგრეგატიანი. სამთვის პერიოდში ელექტროენერგია გაიყიდება საქართველოს საფუძვლის პერიოდში ექსპორტზე და შესაბამისად საექსპორტო პროდუქციაც გაიზრდება, რაც ისე და ისე ეკონომიკური დესტინაცია. ეს არის პირველი ნახშირზე მომუშავე თბოსადგური საქართველოში და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება როგორც საპილოტო პროექტი და ამის მერე აშენდება უფრო მძლავრი თბოსადგური საქართველოში. თბოელექტროსადგურის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში კიდევ ერთი ახალი საწარმო დაათვალიერა. სამკერვალო მილენი და კომპანიამ ფუნქციონირება ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე 10-მდე ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ზარა და კოტონი. პრეზიდენტი დღეს სამკერვალოში დასაქმებულთა სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა.
მანაძესაც მუშაობ. რომელი სკოლა დაამთავრე? ტყიბულელი ხარ თუ ჯერა? Sebre. და რამდენი ხანია სამწუხაროდ? Smart fantastic. რამდენი ხანია? რამდენი საათია სამუშაო? აი, ვის ნახევარზე რომ მივიდივარ ტიპედან, 9-ის ნახევარზე იწყება აქ მუშაობა და 7-ის ნახევარზე ვამბობ. ეს ტრანსპორტი ხოქინა. გოი მუშაობ და ჩვენ ვარ დაწერგეკიები. და ეს როკია და ის ხოქინა თორე. ყველაფერს პირდებიან რომ გადაგიხდეთ. მომდე რა მაგათ ნახევარზე პეტრი და ხარ. სამარშრუტო რა შეიძლება გაქცე? იცი აბა 3 ლარი, 2 ლარი, 4 ლარი. რატო ვერ ხარჯება ჩვენ, იმიტომ რომ აწინდა ყოველდღე აწინდა 2 ლარია. დიახ. ხო, მაგრამ ნუ ეგ გამოდის პროექტი რაღაც გამოდის 150-100. ჯერჯერობით რა შეცდომი მიიღებდი მithon მხოლოდ სწავლების ხარ, ხო, რომელიც დააფინანსებს და ანუ სწავლების პროცესი სამართლით იყო დაფინანსებული. სწავლებაში იქნება ასასლან, ხო? დიახ. სამკერვალოში 120 ადამიანია დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 450 ლარში ადგენს. თანამშრომლებმა სამსახურის დაწყებამდე გადამზადება გაიარეს. სამი თვეა აქ ვართ, ჩვენი გადამზადება ხდებოდა ამ 3 თვის მანძილზე. შემდეგ მქონდა შეყვეთა და ახლა უკვე მუშაობთ. პირველ შევიღებთ პირველ ხელფასს და დიდი მოლოდინი გვაქვს. ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ისეთ ცნობილ ფირმებთან, როგორიც არის კოტონი, ზარა. ძირითადად იწარმოება აქ ჟაკეტი და ქალის ტანსაცმელი. ფაბრიკაში დასაქმებულია 250 ქალი. ჩვენ ვაპირებთ ფაბრიკის გაფართოებას და სავარაუდოდ 500 ადამიანი იქნება დასაქმებული. ის რომ დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს ვისაუბროთ 1500 დასაქმებულზე შახტაში, ვისაუბროთ ახალ თბოელექტროსადგურზე, ვისაუბროთ ქვანახშირის გამამდიდრებელ სადგურზე, ვისაუბროთ სამკერვალოზე. ეს არის უკვე ნამდვილი საფუძველი იმის, რომ ტყიბულში ხალისიც იყოს, საზეიმო განწყობაც იყოს და სტუმართმოყვარე განწყობაც იყოს. დღესვე პრეზიდენტმა ტყიბულის პოლიციის ახალი შენობაც დაათვალიერა და რაიონში არსებული კრიმინოგენული სტატისტიკით დაინტერესდა. გამარჯობა, პროფესორ. დადაშა როგორ იყო შარშარაკა? ბაშაუ შაშან. კარგად იყო ყველაფერი, რა ისეთი არაფერი, ცუდი. რა მნიშვნელოვანი და არაფერი. რამდენი იყო ხურდობა? ხურდობა დაახლოებით წლის ბოლოს გაუხსნეს თუ გახსნილი ერთდროულად. სადღაც ასე ალბათ 22-მდე. დიახ. ეხა 26,000 რაიონში დორი. რამდენი იყო და? ბატონო? ამ კიდევ მოქმედი პირი რამდენი იყო ხურდობის? მოქმედი პირი ჩამდენი გახსნილი ჰქონდა ალბათ დაახლოებით 28 დანაშაულდა. თავისი ალბათ ეს უცნობი არის. ულელობა რამდენი იყო? ულელობა არც. არც ძარ მაგარი. ხურდობა იყო, ხურდობა ცოტა იყო. მანქანის გატაცება იყო რა? არა, შაშან არა ნამტოხა. უცებად იმის რომ მანქანების რაოდენობა მინდა შახტის სამუშაოებთან. ხო, რეალურად ეხლა გაჩნდა რამდენიმე 1000 შემოსავლიანი ადამიანი ტყიბულში, ხო? ესე ქურდობის შანსი უნდა გაზრდილიყო, მაგრამ შემოსავლელი იზრდება და ქურდობა პირიქით იკლებს. და ადრე ცარიელტარიელები ვიყავით და ქურდობებთან ძარცოფლიოჯას ხონდა წაიღებული ქვეყანა. მაგარი ცვლილებაა ძალიან დიდი პროგრესი. ბავშვებთან ერთად გავხსნით პოლიციის შენობა და ვერც მაქრას რომ ეს ბავშვები მხოლოდ გასართობად მოსულიყვნენ ამ პოლიციის შენობაში. რაიონში დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში მაქსიმალურად შემცირდა. ტყიბულელებს იმედი აქვთ, რომ უსაფრთხო ქალაქში ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ახალი საწარმოების გახსნით კი უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.